ამ შესყიდვებში ახალი გამოჩნდა ლაშა თედორაძე, რომელიც გახლავთ არამხოლოდ ზაზა მელიქიძის დეპუტატის ნათესავი, არამედ გახლავთ ბაღების გაერთიანების დირექტორის მოადგილის სიძე და ასევე ნანა ბერიძის სიძე და ასევე ახალციხის საკრებულოში პრესამსახურის წარმოადგენს ეკა ბერიძე მისი სიძე. ასევე ეს ადამიანი წინასაარჩევნო პროცესებში ბოლო ორ არჩევნებში ჩართულია, ქართული ოცნების შტაბში მუშაობდა და საარჩევნო უბანზეც, სადაც მე ვიყავი, იქაც ძალიან აქტიურობდა და როგორც ჩანს, ასე უფასდება მას ეს საქმიანობა, ნათესაობაც, მას წელიწად ნახევარში მიღებული აქვს 9 მილიონ ლარზე მეტი ახალციხის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და ამ თანხის დიდი ნაწილი მიღებული აქვს პირდაპირი შესყიდვებით და უკონკურენტო ტენდერებით, მათ შორის ერთ-ერთი ტენდერი გახლავთ ასეთი, რომელიც ახალციხის სერვის ჯგუფმა გაუფორმა. ახალციხის სერვის ჯგუფის დირექტორი არის ლაშა თედორაძის მეგობარი გრიგოლ ხავთაძე და უკონკურენტოდ მოიგო ეს ტენდერი, ასევე გრიგოლ ხავთაძე გახლავთ სატენდერო კომისიის თავმჯდომარე და ის უფორმებს თავის მეგობარს ლაშა თედორაძეს 22,000 ლარზე ხელშეკრულებას.